მოგესალმებით. მინდა ორიოდი სიტყვა გითხრათ ბანკში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ხეობაში ცხოვრობს განსაკუთრებულად თბილი, პატრიოტი და მშრომელი ხალხი. მე ძალიან ბევრი მეგობარი ახლო მყავდა და მყავს მანდ, ვიცნობ იქაურობას და ეს ხალხი მთლიანობაში იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და ასევე სათუთ მოპყრობას. ამ ხალხმა თავის პატრიოტიზმით შეუნარჩუნა ეს ხეობა ყველაზე რთულ პერიოდში საქართველოს. და ამგვარად მათი მოთხოვნა, რომ ხესი იქ სადაც ეს შედება არ აშენდეს, არის მთლიანად სამართლიანი, იმიტომ რომ ეს ხესი უქმნის სასიკვდილო საფრთხეს, მათ ჰაბიტატს, მათ არსებულ საცხოვრებელ გარემოს, მათ ეკონომიკურ პერსპექტივებს. და მე მინდა უთხრა საქართველოს ხელისუფლებას. ორჯერ დაფიქრდით, სანამ მანდ გამოიყენებდეთ ძალას, გააგზავნიდეთ სპეცრას, რომელსაც მიცემთ ინსტრუქციას, რომ გადაუაროს ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მე მესმის, რატო აშერებთ თქვენ ამ ხესებს? იმიტომ რომ ივანიშვილის პირადი ინტერესებია, კალაძის პირადი ინტერესებია, მაგრამ ეს არ არის საქართველოს ინტერესი. ბევრ სხვა ადგილზე საქართველოში ასევე ხესის აშენება არ შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს თავარი შემოსავალი არის ტურიზმი და ამ ტურიზმით ირჩევს ხალხი თავს. ეს ტურიზმი შეიქმნა ბოლო წლებში და ახლა ამასაც ექმნება დიდი საფრთხე. მე მინდა უთხრა ჩემ პაკისელ დებს და ძმებს. ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ. თხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება როგორც ყოველთვის და ძალიან დიდი სიფრთხილე და წინახედულობა. ეხლა აუცილებელია დიალოგი. საქართველოს ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც გამოიჩინეთ რაღაც სახის საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან, საკუთარ მოსახლეობასთან და მათ ლიდერებთან. დაუყოვნებლივ განთავისუფლეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი, იმიტომ რომ ასეთი მეთოდები თქვენ ხალხს ვერ გააჩერებთ. ეს უკვე საბოშობაღი აღარ არის, ეს არის ძალიან სათუთად მოსაპყრობი თემა და ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედიხართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინტერესებია გადაჯაჭვული და ეს პრობლემას უხდის ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ახლა ალტერნატივა არ აქვს დიალოგს. ხოლო დიალოგის მაგიდასთან უნდა გადაწყდეს ყველა ეს საკითხი. კიდევ ერთხელ მე პირადად მხარს ვუჭერ ხალხის მოთხოვნას, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ხესი არ აშენდეს. ეს მოთხოვნა სწორია და ეს სწორედ გამოდის ხალხის და არა თქვენი ჯიბის ინტერესებიდან. მაგრამ ესეც უნდა გადაწყდეს დიალოგის მაგიდასთან, დაუყოვნებლივ შეაჩერეთ ხალხის ეგზეკუცია.